მოგესალმებით თვითონ მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ აღდგომის წინვალე დღესასწაული. დღეს ისეთი დღეა, ეს პერიოდი საერთოდ რომ არ გვინდა გადავკვდით, არ გვინდა ციმე თემების შემოტანა, ამიტომ შეიძლება მოგვიხდეს ისეთ თემებზე საუბარი, რომელზეც კიდე მრავალჯერ ვისაუბრია და კიდევ შევეხებით და კიდევ ერთხელ გავივლით ამ თემებს. ბოლო დროს, ამ ბოლო თვენახევარი ორთვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებმა ბევრი რამ გამოაჩინა, ბევრი რამ ცხადყო, მაგრამ განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რა კავშირშია იმასთან, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რაზეც ჩვენ მუშაობა გვიხდებოდა წლების განმავლობაში. საუბარი მაქვს სისტემის შეცვლაზე, საუბარი მაქვს ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის ნეიტრალიტეტის განსაკუთრებული სტატუსით. რაც შეეხება ფორმაციას სისტემას, ომის მსვლელობისას, როგორც დავინახეთ, ეგრევე მოხდა ნავთობის ფასების გაზრდა და მასთან ერთად ყველაფრის ფასებიც გაიზარდა. დილით გაიღვიძებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კარგ ხასიათზე და გამოაცხადებს, რომ ჩვენ შეთანხმებაზე წავალთ ირანთან, დაიწევს ფასები ნავთობის, მასთან ერთად ყველაფერი დანარჩენის. თუ არ არის კაი ხასიათზე და მრისხანე განცხადებები აკეთა, მაშინ პირიქით ნავთობის ფასები იწევს მაღლა და მასთან ერთად მივყვება ყველაფრის ფასები მსოფლიოში, ყველაფერი ძვირდება. ამით რისი თქვა მინდა, რომ ეს სისტემა არის ძალიან მყიფე და ერთი ადამიანის მცირე განცხადებაზეც კი ძალიან მწვავედ რეაგირებს და მას სტაბილური საყრდენი, სტაბილური ფუნდამენტი არ გააჩნია, არის ძალიან მყიფე და ხელოვნურად რომ არ ეკავოთ მავანთ თუნდაც იგივე ვალუტების კურსი, დოლარის კურსი, თვითონ ამ სისტემის საფუძვლები რომ არ იყოს ხელოვნურად გამაგრებული, მაშინ ეს სისტემა ალბათ ძალიან მალე მოკლე პერიოდშივე ჩამოიშლებოდა. მეორე, ნეიტრალიტეტი. რომ შევხედოთ, მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ თვით უძლიერესი მძლავრი სახელმწიფოს მოკავშირეობაც კი არ არის გარანტია ხელშეუხებლობის და პირიქით. სწორედაც აი ამ ბანაკში ყოფნამ, ერთ-ერთ ბანაკში ყოფნამ გამოიწვია ის, რომ ახლო აღმოსავლეთის აყვავებული ქვეყნები, მდიდარი ქვეყნები ძალიან რთულ და კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა, დაბომბილი, განადგურებულია ძალიან ბევრი ობიექტები და საკმაოდ ბუნდოვანია მომავალი რა იქნება უახლოეს პერიოდში, რა შეიძლება მოხდეს. მხედველობაში მაქვს მათი ძირითადი შემოსავლების, გაზის, თხევადი გაზის და ნავთობის ბიზნესი, როგორ წარიმართება იმ პირობებში, როცა ჰორმუზის სრუტე დაკეტილია. აი ამ ფონზე ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც იქვე მდებარე ქვეყანა, რომელმაც ნეიტრალური კურსი დაიკავა, მაგრამ საუბარი მაქვს ომაზე, ხელშეუხებელი დარჩა და უფრო მეტიც შეიძლება ამ ყველაფრიდან ხეირიც კი ნახოს, იმიტომ რომ ირანმა გამოაცხადა, რომ თითოეულ გატარებულ ბარელზე 1 დოლარის ეკვივალენტ იუანებში თანხას გადაახდევინებს ყველა გამოვლენს, ნავთობის ტანკერებს და წილში იქნება მეორე მხარე, რომელიც სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს, რომ ომანი სახელმწიფო წილში იქნება. ეს ძალიან ესეთ მარტივი და გასაგებ ენაზე რისი ჩამოყალიბებაც მინდოდა, აი თუნდაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში განვითარებული მოვლენებმა რა დაგვანახა. ძალიან მარტივად რო თქვათ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მართლაც როგორც თქვით, ჩემალი თემებით არ დავტვირთავთ, მით უმეტეს მძიმე თემები ძალიან მოგვიმრავლდა, უშუალოდ თვითონ საქართველოში ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის ყველაზე ისეთი მართლაც საზეიმო დღე გახლავთ აღდგომის დღესასწაული, ბრწყინვალე დღესასწაული, ამიტომ დღესასწაულს თავისი ადგილი აქვს. ამ დღესასწაულის განწყობა არ გვინდა, რომ რაღაცით შევცვალოთ და უფრო მეტად სხვა თემები შემოვიტანოთ. ამ თემებზე მოგრჩება დრო, ვისაუბრია კიდევაც და მოგრჩება დრო შემდეგში უეჭველად შევეხებით, იმიტომ რომ თვითონ დროც უგთხოვს ხდება და მას პასუხის გაცემა ჭირდება.
მოკლედ ეს პოლიტიკური მიმოხილვა თუ შეიძლებოდა ბოლო ის ძალიან მოკლედ ეგ ჩამოუყალიბე ჩემონჯემალი კი ესე იგი არსებული ფორმაცია არსებული ცხოვრების წესი არსებული პოლიტიკურ საზოგადოებრივი აზროვნება მიდგომის მეთოდები და ასე შემდეგ ჩიხურ მდგომარეობაშია შესული და აი უყურებთ რაც ვითარდება, როგორც ვითარდება დღითიდღე მსოფლიოს მდგომარეობა უარესდება. მსოფლიოს მდგომარეობა იმდენად იძაბება, რომ აი ბირთვული რიტორიკა, ეს რიტორიკად აღარ რჩება უკვე და ბეწვის ხიძე ვართ, ან ესე იქნება, ან ისე იქნება. მსოფლიო მართლიც ესეთია, როგორ ხასიათზე გაივიძებს, რას ისმარს ნახავს, როგორი წინათგრძნობა ექნება და ასე შემდეგ. ახლა ამას რომ არ გავყვეთ. და მაინც სად არის ამ დროს ღმერთი? ეს კითხვა არის რა. საერთოდ არის თუ არა და თუ არის, მაშინ სად არის? მოითხოვება თუ არა ჩვენგან რაიმე? თუ უბრალოდ უნდა გარკვეული წესები, რიტუალები, გარკვეული სულიერი სიმაღლე უნდა დავინარჩუნოთ და მე თვითონ დაალაგებს ყველაფერს. აი ეს კითხვები მტრიალებს საზოგადოების თითოეული ადამიანის სულში, გონებაში. რა კითხვებზე პასუხი წესით ყველაზე მეტად და ყველაზე ჩამოყალიბებულად საქართველოში უნდა ყოფილიყო უკვე პასუხგაცემული, თუმცა დღეს მონაცემები მაინც ასეთია, რომ ვერ დაიძრა საქმე ისე როგორც საჭიროა. რა არის ეს აღდგომა, ყოველგვარი დიდი თეოლოგიური და მის გარეშე რომ მიუდგეთ ამ საკითხს დიდი სულიერი სიღრმეების გარეშე ძალიან უბრალოდ და გასაგებად რო ვთქვათ, რა მისტერია აღდგომის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაულში ჩადებული, რომელსაც ათასწლეულებია რომ ზეიმობთ ქრისტიანები მართლმადიდებლები ჩვენებურად. მოკლედ რო ვთქვათ, ალბათ ყველასთვის გასაგები სწორედ ასია, რომ ბოროტს აძლია კეთილმან არსება მისი გრძელია, შოთა რუსთაველის ქართული ბიბლიური გააზრება, რაც შოთამ მოგცა ასეთი აფორიზმით, რომ ესე იგი ჭეშმარიტების მოკლა შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტება მაინც აღდგება თავისი სიდიადით, თავისი ძლიერებით. ამაში საქმე და ღმერთმა იმდენად დაიმდაბლა თავი, უბრალოდ კი, რომ თავისი ძე ჩვენ ტოლსტოyად მოვიდა, მოევლინა ამ ქვეყანას, მთელი ცოდვები, ჩვენი საკაცობრიო ცოდვები თავის თავზე აიღო, ჯვარზე გაეკრა, ის ტკივილები გაიარა, რასაც თითოეული ადამიანი გარკვეულ პირობებში გადის ხოლმე. ჭეშმარიტებამდე მისასვლელი გზა ვიწრო და ეკლიანია, ფართო შარა გზა არ აქვს და ზოგადად ახლის სიახლის პროგრესულის მომტანს პირველ საწყისებში გამარჯვების გვირგვინს არავის არ ადგავენ ხოლმე თავზე და პირიქით უფრო როგორც მაცხოვარს ეკლიანი გვირგვინი ერგება ხოლმე და ეს არის უზარმაზარი მისტერია, რაც გვიდევს, რასაც ვეთაყვანებით თავისთავად ცხადე, ვიცით რომ გვირავის ბოლოს ნათელია და ვიცით რომ იქნება აღდგომა და ასე შემდეგ. ახლა ღმერთი თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, ღმერთი შეუძლებელია დამარცხებულად რაიმე წარმოიდგინო, უბრალოდ აქ იმაზეა ლაპარაკი, შენ რა ადგილი გიკავია, შენ რამდენად ხარ მასთან და ასე თორემ სხვანაირად შეუძლებელია ეს იფიქრო, შეუძლებელია ღმერთოთ იცხოვრო, ღმერთოთ ცხოვრების სახე არის სწორედ ის, სადაც ახლა ჩვენ გვიწევს ცხოვრება. კი მეცნიერებამ, იდეოლოგიამ, გარკვეულმა იდეოლოგიამ ღმერთი გადევნა საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ყოფიერების არეალიდან. ჩვენ არათუ უბრალოდ სეკულარულ სახელმწიფოში გვიწევს ცხოვრება, ჩვენ ათეისტური სახელმწიფო გავიარეთ და დღეს არათუ უბრალოდ ათეისტურია მხოლოდ კაპიტალიზმი. აქ თითქოს სიტყვის თავისუფლება, დარწმენის თავისუფლება და რაც გინდა ის გწამდეს და როგორც გინდა და არავინ შენ ხელს არ გიშლის, მაგრამ
ათეისტურ რეჟიმს არ მოუყენებია ესეთი მძიმე დარტყმა საზოგადოებაზე, როგორც დასავლეთში დანერგილმა და ჩამოყალიბებულმა სისტემა ფორმაციამ. ცხოვრების წესი და სტანდარტები ათეისტურ სახელმწიფოში გაცილებით ახლოს იდგა ღვთაებრივთან, ვიდრე ერთი შეხედვით თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც კი ბატონო არავინ არ გიშლის, ვიყავი ორწმუნე, ილოცე, იცხოვრება იმ გზით, რომელიც შენ მიგაჩნია სწორად, რომ რაც შეიძლება ახლოს იყო უფალთან ამ გზით, მაგრამ თავისუფლება უდაგებით, რომ გიჟი თავისუფალია, ამან მიიყვანა კაცობრიობა, იქამდე სადამდეც მიიყვანა და ეს არის ნათელი გამოვლინება იმისა, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და რა შედეგები მივიღეთ საბოლოო ჯამში. რელიგიის დამარცხებაში რამოდენიმე გზა იყო გამოყენებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ეგრეთ წოდებული, მაინც მე ფსევდოს დავარქმევდი, მაგრამ ფსევდომეცნიერულ ფილოსოფიური დისკუსია და ათეისტურ მატერიალისტური ხაზის წინ წამოწევა. ათეიზმიც თავისთავად არის რწმენის გარკვეული ნაირსახეობა, რომელსაც თავისი მეთოდოლოგია გააჩნია და რის საფუძველზეც აეგო ყველა მეცნიერული ფუნდამენტი, თანამედროვეობის მეცნიერული ფუნდამენტი. ათეისტურ საძირკველზეა დაფუძნებული მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდი მეცნიერი აღიარებდა უზენაესის არსებობას. აი ეს პარადოქსიც ამაშია. ყველა დიდი ფუძემდებლური ნაშრომის შემქმნელი მეცნიერი აღიარებდა უზენაესი არსის ზეგონიერი არსის არსებობას, მაგრამ თავად მეცნიერებები, რითაც დღევანდელი თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაცია არსებობს, ფუნდამენტი კი არის ათეისტური. მაგრამ დრო გადის იცვლება ძალიან ბევრი რამე და თავად თანამედროვე მეცნიერებამ დააგროვა ყველაზე მეტი ღვთისმსმენისათვის საჭირო მტკიცებულებებია, ესაა პარადოქსი. კი, მეცნიერების გამოყენებით, ფსევდომეცნიერული მსჯელობების გამოყენებით ათეისტური საძირკველი დაუდეს თანამედროვეობას, ეს უღმერთო ფულის სისტემა ყველგან და ყველაფერში მოიცავს უკვე ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ აზროვნებას. ამისი ცენტრს წარმოადგენდა დასავლეთი, შტატები, ევროკავშირი და ასე შემდეგ. ძირითადი ციტადელი იქ წამოიმართა, მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ დრო გადის და თავად ამავე მეცნიერებამვე იმდენი მასალა დააგროვა, რომ ხელმეორედ შეიძლება კაცობრიობა მიბრუნდეს უფლისკენ. იმდენი მასალაა დაგროვილი. ოღონდ არის გარკვეული და უმთავრესი ცვლილებები ჩასტარებელი. რას გულისხმობ მაგალითად? ის რომ თავიდან პრიმიტიულად რომ მეგონათ, რომ უჯრედი ეს რაღაც ჟელეთის სავსე ის არის და მეტი არაფერი, ელემენტარული უჯრედის კვლევა, გენის კვლევა, უჯრედში მიმდინარე პროცესების კვლევა, იმდენი დეტალი აღმოაჩინა, იმდენად საინტერესო, იმდენად ყოვლად ზეგონიერი არსის გარეშე ამ ურთულესი სტრუქტურის მოწყობა ყველა წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი მეცნიერი უკვე იმას იძახის, რომ წარმოიდგინო, რომ შემთხვევით მოხდა ცოცხლის წარმოშობა, შემთხვევითობიდან გამომდინარე წარმოიქმნა ის უჯრედი ბიოლოგიის ცოცხლის აგურია, ასე ვთქვათ, ხო? ეს იგივეა, რომ ირწმუნო, რომ ბოდიშტეს ანაგვაზე დავყაროთ ყველაფერი რაც ყრია და გარკვეული პერიოდის მერე იქიდან სუპერკომპიუტერი აეწყობა, ახლობთ ეს წარმოდგენა. ან ბოინგი რო აფრინდეს ჯართიდან, აი შემთხვევითობით ისე მოეკრობა ერთი მეორეს, რომ მერე ბოინგი ამოფრინდება და წავა და ეს კიდევ უფრო არ უდგება იმ სირთულეს, იმ სიღრმეებს, რაც მილიარდობით თითოეულ ცოცხალ ორგანოში მილიარდობით არის. ეს რაც შეეხება მიკრობიოლოგიის კვლევა მიიყვანა უკვე აქამდე, რომ ნებისმიერი მეცნიერი მიდის იმასამდე, რომ ეს ისეთი რამ არის, რომელიც სამყაროსეული მასშტაბის შემოქმედის გარეშე არ წარმოიქმნება. შემდეგ უკვე ეს გადაგვაქვს სხვა ცივილიზაციებზე ვამისამართებთან საკითხს მართალი ეკაც გამოიძებნა ერთგვარი შემოვლითი გზა, რომ კარგი რომ ვერ ახსნით, ესე იგი უცხო პლანეტელები მოვიდნენ და იმათ გააკეთეს, მაგრამ ახლა არის უკვე მოძველი და ეს რაც იყო ახალი თანამგზავრებია, ტელესკოპებია გატანილი გარეთ, კეპლერი და ასე შემდეგ და ისეთ ცნობებს გვაწვდის სამყაროს შესახებ, რომ უკვე პირდაპირ ამოწმება.
ბნელი მატერია, რასაც დაარქვეს თვითონ ეს სიტყვა არ მომწონს ბნელი, უხილავი იჯობდა დაერქვია და შავი მატერია დაარქვეს და ბნელი მატერია დაარქვეს, მაგრამ ჯობია უწოდოთ უხილავი მატერია. რომ მთელი ჩვენი წარმოდგენებიო რაც იყო როგორც შეიქმნეს კოსმოგონია, რაც აბლა აქვს მუშა თეორიები, რაც არის ახლა და რითიც იხსნება დაუშვათ galaktikების ამგვარი აღნაგობები და ასე შემდეგ, აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ევკლიდეს ისაა გატანილი მილიონ კილომეტრზე მეტი დაცილებული, უახლესი 2023-ში გაიტანეს უახლესი ტელესკოპია, რომლის როგორც გვეუბნებიან, რომლის ძირითადი მოვალეობაც არის სამყაროს ურთი შექმნა და პირველი გახედვა დაიწყეს ყველაზე შესწავლილი უბნისკენ, სადაც ყველაზე მეტად შესწავლილი გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ საოცრად ბევრი ყოფილი შეუსწავლელი. ეს ისედაც ესე ვფიქრობდით, რომ ჩვენი წარმოდგენით თითქოს რო უკვე ყველაფერს გადავხედეთ და ვიცით რა ზომისაა ეს სამყარო, ერთ წერტილშიც კი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, რასაც აქამდე ვერ ხედავდით. და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ? აღმოჩნდა რომ ეგრეთ წოდებული უხილავი მატერიის, რომელიც უფრო მეტია, უფრო მძლავრია და უხილავი მატერია ყოფილა ამ ჩვენთვის თვალით ხილული სამყაროს, თვალით ხილული galaktikების ადგილის განსაზღვრელი და რა პირიქით. მაშინ რა გამოდის, რასაც რელიგია ლაპარაკობდა, მართალი ყოფილა. და კიდევ მეორე, ეს არ არის ქაოტური სისტემა, ეს არის კატასტროფულად მოწესრიგებული, წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემა სამყარო და თან დროში ხედავ აქ, ეს ერთ სიტყვაში, ერთ დროში კი არა, რასაც ხედავ მილიარდობით წლის წინ რაც იყო, შენ იმას ხედავ. და რა ჩვენ რო ვფიქრობთ, რომ რა პერიოდ 14 მილიარდი წლის წინ დაახლოებით დაიწყო ერთი წერტილი და ყავს თეორია, მუშა თეორია. და ქაოსს უნდა ვხედავდით უფრო ძველ ფენებში. აღმოჩნდა რომ ვებერთელა galaktikები მაშინვე ძალიან სწრაფადია შექმნილი. ესე იგი ადამიანი რაც უფრო მეტად ვიფართოვებთ ჰორიზონტს, ვხედავთ რომ გაცილებით მეტი ის რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაც პერიოდში დღემდე ქონდა ესეთი ილუზია ჩამოყალიბებული, რომ უკვე თითქმის ყველაფერი ვიცით და გვაქვს თეორია, რითაც ყველაფერს ვხსნით. უცებ დრომ ჩვენივე დაკვირვებით მეცნიერულმა დაკვირვებმა მოიტანა ის, რომ თურმე ახლა უხილავი მატერია, რომელიც ჩვენი ხილული მატერიის ყოფილებას განსაზღვრავს და სამყარო აგებულია ყოვლად მოწესრიგებული, საოცარი წესრიგით, რაც რაღაც ერთიანი იმით თუ არ ხდება, რასაც რელიგია ღმერთზე ძახს, ეს შეუძლებელია. ესე იგი მე ის თქმა მინდა თანამედროვეობის ყველაზე მთავარი რა კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება რა ჭამა გასაგებია საარსებობისათვის საჭირო საშუალებების შექმნა გასაგებია, მაგრამ ძირითადი შენება რა არის? შენი ცნობიერება რა დონეზეა განვითარებული და აქედან გამომდინარე კულტურა, ხელოვნებისა და აზროვნებისა და მეცნიერული ცნობის მიმართულებით რა სიმაღლეზე ხარ ამოსული. აი იმ სიმაღლეზე ვართ ამოსული, რითაც უკვე ხელმეორედ, უკვე მაღალ საფეხურზე შეგვიძლია ღმერთის გააზრება. ესე იგი ღმერთთან სხვანაირი უფრო მაღალი, უფრო შინაარსი, სხვა მაღალ საფეხურზე მყოფი შინაარსიდან შეგვიძლია ავაგოთ უკვე ყველაფერი. თავად მეცნიერება მოგვცა ამდენი დასკვნების გაკეთების საშუალება. თვითონ ჩვენივე კვლევებებით იქამდე რომ ეს არსებობს არის და მაშინ რა მიმართება უნდა გქონდეს. სხვანაირი გულისყურით უნდა გადავხედოთ იმ მონაცემებს, რაც ხელში გვიჭირავს და გაგვაჩნია და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ქართველებს გვაქვს ყველაზე მეტად დასაფიქრებელი. იმიტომ რომ ის რომ ყოფნა არ ყოფნის ზღვართან მართლა მისული ვართ, ესე იგი რატომ მოვიყვანე რომ ხელმეორედ უნდა დავიბადოთ ასე ვთქვათ ქრისტიანობაში და ღვთის რწმენას სხვა სიმაღლით უნდა მოუტრიალდეთ. ჩვენ აქამდე როგორ არის მოწოდებული კი ქონდა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ქრისტიანობა მოგვაწოდა მოსაწოდებელი, მაგრამ ჩვენი ცხოვრების შინაარსი ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობის არსს. აი ეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. და რადგან ქრისტიანობის ძირითად უძირითად ეს არსს ჩვენი ცხოვრების
არს ეწინააღმდეგებოდა ამანვე შევიყვანა ჩიხში. თავართან მივდივართ ჩვენ. კი ბატონო, ეს მოწოდებული ქონდა, მაგრამ არსებული ცხოვრების წესით ამის განხორციელება თითქმის შეუძლებელი იყო. აი ცხოვრების წესით რომ ეცხოვრა ადამიანს, რაც მოწოდებული იყო, მაშინ უნდა წასულიყო განდეგილობაში. ამ ცხოვრების ფერხულში ყოფილიყო ჩაბმული აი ამ სისტემების, აი ინფორმაციების პირობებში, რაც გამოვიარეთ ჩვენ ხო და თან ყოფილიყო აი თითოეული დეტალის აღსრულებელი, შემსრულებელი და იმ ცხოვრების წესით ეცხოვრა, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვდა, ეს თითქმის წარმოუდგენელი შეუსაბამოა იყო, ხო? ფიზიკურად ამის განხორციელება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ თვითონ დანარჩენი საზოგადოების ცხოვრების წესთან მოდიოდა სრულ კონფლიქტში. მაშინ უნდა ყოფილიყო ადამიანი განდეგილი, ცალკე განცალკევებით ეცხოვრა და ჩამოშორებოდა იმ დანარჩენი ცხოვრების. და ასეც იყო სამონასტრო თემები იქმნებოდა და ისინი მაგალისდებდნენ, რომ როგორი უნდა იყოს ადამიანი ღვთისმიერი და ასე შემდეგ და კი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო გააჩნია და ახლა ზუსტად მოითხოვება, რომ არსებითი ცვლილება მოხდეს ადამიანის ყოფიერებაში. ანუ დედამიწაზე უნდა დამკვიდრდეს ის ცხოვრების წესი, რაც ადამიანს არ აიძულებს, რომ ან წავიდეს მორალურ-ზნეობრივ დათმობებზე და რაღაცებზე თვალი დახუჭოს ის უღმერთობებზე და ასე შემდეგ, ან გაეცალოს დანარჩენ საზოგადოებას საერთო ცხოვრების ფერხულს და განდგეს ცალკე, რათა დაიცვას და შეძლოს ის ღმერთის მიერ მოწოდებული ცხოვრების წესის დეტალებში ჩაჯდეს და მოახერხოს. და აი რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო ჩვენ სარგებლობთ მოსული ახალი სიტყვით და მიღებული ცნობიერებით. ეს მარტივად და უბრალო ენით გადმოსაცემია და ვცდილობთ გადმოვცეთ და გავაგებინოთ ერთმანეთს, რომ იმისაც რომ ცხოვრება გახანგრძლივდეს, იმიტომ რომ ადამიანში და პროექტი ადამიანი თუ ავიღებთ სამყაროსეული მასშტაბით, რას მოიცავს ახლა საწყისებისაც რაღაც ზეზერელე, მაგრამ მაინც გვაქვს გარკვეული და უნდა ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში გარკვეული წარმოდგენები. ეს არ არის უკვე ისტორიის დასასრული, ეს არ არის უკვე ის, რაც უკვე ბოლომდე შესრულებულია, გამოვლინებულია. ადამიანში ღვთის ხატება და დარებაა ჩადებული პოტენციალში, რომელი დროში ევოლუციას ვეძახით ჩვენ ახლა ამას, ეს ტერმინი გვაქვს დადებული, რომ კი დროში ეს პოტენციალი თავს იჩენს, ვლინდება. უნდა გამოვლინდეს. და სადამდე მივა და სადამდეა, არ ვიცით, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, ისევე ვერ წარმოვიდგენთ, როგორც ვერ წარმოვიდგენდნენ ჩვენი თუნდაც უახლოესი წინაპრები აიმის არსებობას. ამას ვერ და არა მარტო ვერ წარმოვიდგენთ. ხო, ნუ რატო? იმიტომ რომ უზარმაზარი პოტენციალია, მაგრამ ეს დაიხუროს, გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს, აი ეს არის. კი აღდგომა აღდგა უკვე და ჭეშმარიტად. ვისთვის, რისთვის, როგორ ჩვენთვის ადამიანებისთვის იურისპრუდენციის ენაზე რო ვთქვათ, არის დადაშაულთა კატეგორიები, რომლებიც არასრულწლოვნები ჩადენის შემთხვევაში პატიებადია და დასჯადი არ არის. მაგრამ უკვე სრულწლოვნების ასაკში შესულა ადამიანს დაუშვათ 18 წელს თუ მიახლოებით 16 წლის შემდეგ, როგორ არის ზუსტად ვერაგვი, უკვე სხვანაირად მოეთხოვება პასუხი იგივე ტიპის დანაშაულის ჩადენისას. აი კაცობრიობაც იარა იცხოვრა გარკვეული გზით და ითვლებოდა, რომ ადამიანის განვითარება არ იყო იმ დონეზე მისული, რომ მას ესე მკაცრად მოეთხოვებოდეს პასუხი იმ ცოდვებისთვის, რაც ცოდვიანი გზითაც იარა კაცობრიობამ დღემდე. მაგრამ ახლა უკვე ითვლება, რომ ადამიანმა მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც უკვე უნდა აინაცვლოს ახალ საფეხურზე, თავის აზროვნები, თავის ცხოვრების წესი და ყველაფერი დანარჩენით, ხო? თუ არა უკვე დასჯადია. აი ის რაც გუშინე პატიებოდა იმ არასრულწლოვანს, სრულწლოვნებაში უკვე აღარებია. აი ესეთი მარტივი მაგალითის მოტანა შეიძლება თუ განვითარებას შევხედავთ, რომ განვითარება ეს არის ჩვენი ცნობიერების განვითარება, ჩვენი შეგნების, ჩვენი აზროვნების, ამ მთლიანობის განვითარება და არა უბრალოდ აი სხეულის განვითარება, რა პირიქით სხეული შეიძლება უფრო სუსტდება და მეტ შეძლო.
ამ თვალსაზრისით შეიძლება ვინმე თქვას რომ რატო ესე მკაცრად, რატო ესე შეიძლება ჩათვალო რომ სამართლოთაც არა რომ რატო გვაყენებს ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე კაცო თუ ამ უზარმაზარ უსასრულო სამყაროს ქმნის და ჩვენც შექმნილნი ვართ კი ბატონო ამ აზრზე თუ თანხდებით და მტკიცებულებებიც ამ აზრის გასამყარებლად უფრო მეტი დავაგროვოთ და დაგვიგროვოთ და ნუ მაშინ როგორ არის უფალო ღმერთო თუ გამაჩინე კიდეც მარჩინეო რა რატო საქმე იმაშია რომ ის რაც ადამიანშია ჩადებული რა ტიპის ცნობიერებაც ჩვენ ხატებას და მსგავსებას წარმოსახავს და წარმოადგენს ცნობიერება სხვანაირად არ ვითარდება თავისუფალი არჩევანის გარკვეული არეალი გვაქვს მოცემული ჩვენით უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი და ჩვენით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რომ აი არსებული გვყავს და რომ როგორ შევცვალოთ და რითი შევცვალოთ რომ გადავრჩეთ და გაგრძელდეს ეს პროექტი ადამიანი გახორცი ღვთაებრივი ჩანაფიქრი ღვთაებრივი გაგრძელდეს მაშინ რა უნდა გავაკეთოთ რანა ბიჭი უნდა გადავდგათ მოცემულია ქართულ ენაზე და ძალიან მარტივად არის იმდენად მარტივად არის რომ ალბათ ეგეც გვიჭირს რომ ჩვენ ველოდებით და ველოდებოდ პრო სასწაულს ველოდებით სასწაულ მოქმედ პიროვნებას პირველ რიგში ჩვენ ერთიდან გავეცდება რომ ყველაფერი გენიალური ხო ამ სიმარტივეში დიახ და ეგეც გვირთულებს ჩვენ ველოდებით სასწაულ მოქმედ პიროვნებას ველოდებიან ისინი ველოდებიან მოშიახს თავისებურად და ჩვენ ველოდებით მეფეს ველოდებით მეფე მიგვიყვანს იქამდე ისტორიის დასასრულამდე როდესაც მე ყველაფერი აღესრულება უკვე და უფალი დაიწყეს პირდაპირ მართვას და იქ აღმოჩნდები ასეთი ჩვენი წარმოდგენები მაგრამ რა გაცხადდა ქართულ ენაზე აი რასაც ველოდებოდით ისაა გაცხადებული რასაც სასოებით ველით ის მეორედ უნდა მოვიდეს და უნდა დააწყებსოს და უნდა გვიხელმძღვანელოს და ასე შემდეგ რა როგორი წარმოდგენებიც ქონდა ის მოსული ხო ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ რომ მაღლა უნდა ავიდეთ რა არის ეს ძეგი ის არის სიტყვა უმაღლესი გონია უმაღლესი აზრია უმაღლესი და უმთავრესი სიტყვა სხვანაირად ახლა ამის გადმოცემა შეუძლებელია მეც ვერ ვიყვით მე სიმაღლეზე ვერ ავართ რომ გადმოვცეთ. ესე იგი წვერებიანი კაცი კი არ არის რაღაც ის კი არ არის კერპი რა ფიზიკურად გამოსახავდნენ რაღაც კეპთაყვანისმცემლობის პერიოდში და დანაწილებული იყო ღვთაებრივი სულიერ სუბსტანციები და ცალ-ცალკე მიაგებდნენ გარკვეულ თაყვანსა რა და ნელ-ნელა მოხდა შეცვლა და ნელ-ნელა აველით იქამდე ეს ჭეშმარიტება ერთია და შეიძლება 10 და 100 იყოს. თუმცა ვიცით რომ ეს მართლმადიდებლებს და ქრისტიანებისთვის ვიცით რომ სამება იმერჩი სამია ჩადებული, სამი არსია ჩადებული. ეს ერთიანი თუ სამია ჩადებული. ხო? და რომ სიტყვა იოანეს ახარება ამით იწყება. აი ამ პასუხისგებლობის დროში მოვედით რომ ახლა ამის გარკვევას გვავალებს სამყარო მაღალი ღმერთი და ეს სიტყვა გაცხადებული ცნობიერ დონეზე ახლა გაცნობიერებული არის თუ არა საქართველოში და ან რა დონეზეა მომავალი გამოაჩენს უახლოეს მომავალი თუნდაც მაგრამ ეს უნდა გავიცნობიეროთ რომ მოვიდა სიტყვის სახით მოვიდა და რა მოგვიტანა რა აზრი მოგვიტანა რა გაგვენდო ჩვენ და რა მიეწოდა აქედან კაცობრიობას იმიტომ რომ ბევრი იყო ჩამოსული უშუალოდ მოისმინეს და ასე შემდეგ გაიტანეს იმაზე ადრე ვიდრე ჩვენ ამას გავიგებდით და ჩვენ მივაქცევდით ყურადღებას წინასწარ იმათ უფრო კარგად იცოდნენ აქ რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა და სათანადო მზვერავებიც ყავდათ აქ უკვე მოჩენილი საქართველოში რატო იცოდნენ იმათ უფრო კარგად იმიტომ რომ ეს უზარმაზარი იმპერიის სულიერი ფიზიკური იმპერიის წარმომადგენლები არიან ისინი დღეს დედამიწაზე ამა თუ იმ ადგილას ამა თუ იმ ფორმით ბატონობენ აქედან ძალიან ბევრი საიდუმლო ცნობები გატანილი ჰქონდათ და არა მარტო აქედან და აქედან გამომდინარე მათ ეს იცოდნენ და გასულია და რა არის გასული ძალიან მარტივი ჭეშმარიტება გვაქვს განდობილი გამშღავნებული უფლისგან დააგდეს რომ ინეველებმა პოროტებისა და აღარ უკვე იმას რაღაც პირდებოდა
ესე იგი მთელი ეს ჩვენი სასწაულების მოლოდინი და ინიშნებს ველოდებით, ახლა ამნიშნებს ველოდებით, იქ ზოგი საფლავების გახსნას ელოდება და ასე შემდეგ. ერთ მარტივ ფორმულაში იყრის ყველაფერი თავს. დააგდეს ნინეველებმა ბოროტების გზა და ღმერთმა არ უყო იმას, რასაც პირდებოდა რა, ანუ რასაც ჩვენ ცხოვრების წესით გამოვიმუშავებთ. ხო, აღდგომა ახლა იმისთვის ვერ იქნება ის, რაც ჩვენ წარმოვიდგენია ისე და ჩვენ სულებში და ჩვენს ყოფაში, რეალურ ყოფაში აღდგომის მადლი და ძალი რომ გადმოვიდეს. ეს გვაქვს ქართველებს სულიერი მისია გქონია შესასრულებელი კაცობრიობის წინაშე. ეს ჩვენ უნდა ვთქვათ და უნდა გვეთქვა და ნათქვამიც არის. აბა ასე მსახურებოდა ბატონი აკაკი. თუ არა სწორედ ამ აზროვნების მოტანას და ამ სიტყვის თქმას, რომ ფორმაცია შესაძლებელი და ახალი ფორმაციის ელემენტებიც აქაა გაცხადებული. რა და როგორ უნდა შეიცვალოს. ეს არის. ჩვენ თუ კი ამას გავაკეთებდით და ამნაბის გადავდგავდით, კაცობრიობის პირველ გამკეთებელი ვიქნებოდით, პირველ მიმცემი ვიქნებოდით მაგალითის და ამ თვალსაზრისით გავხდებოდით პირველები. ესე იგი, ვინც პირველის ყველას მსახური, ასე არის. უზენაეს ქრისტე ჩვენ ერთი. ასე მოძღვრავს, ასე გვაგებინებს. და არა თავჯდომარე, არა ეს მოშიახი, რომელიც იქნება ტირანი, სოფლიოსი და მილიარდზე დაიყვანს მოსახლეობას და არა ეგ არა. კვილი სილა არა. აი ისე როგორც გადმოგვეცა და როგორც გადმოგცა. იმდაგვარად. ეს ყოფილა ქართველი არის სულიერი მისია. თუ ამ სულიერი მისიის გზაზე დავდგებოდით, სწორედ ამაშივე იგულისხმება ქართულ ენაში ჩადებული საიდუმლოებების და ლაზარეს აღდგინება, გაცოცხლება. რაც მეტად შეფერხდება ეს პროცესი, რაც მეტად გაგრძელდება ტაბუ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ახლა ისევ და ისევ მაინც საზეიმო დღეა, მისალოცია და ასე შემდეგ და არ მინდა რომ დააბძიდეს ეს ჩვენი საუბარი და თუმეტეს გაგრძელდეს, მაგრამ ცუდი ნიშნები დაგვედება და არის კიდევაც რა, შეგვილანցოს და გაგვილანցეს რუსთაველის უხვის ტყავსანი. ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაზარე თავს იხჩობს თუ კლავენ, აი დავაკვირდით, თან ეს ხდება აღდგომის წინა დღეებში, როცა მართლმადიდებლებმა ყველაზე დიდი ზეიმი დღესასწაული უნდა ვიზეიმოთ, ხო, აი წინარე თავად ლაზარეს ხსენების დღეს, თავად ხარების დღეს ხდება, ეს რაღაცნაირად ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, ვერ ვიტყვით რომ ამ ყველაფერს დადგა სპეცსამსახური და წინასწარ ჩამოწერა, ვინც აქვს დაუფლებული, რომ ჩვენი ამოძირკვისა და განადგურებისა და დაშლისთვის ესენი თვითონვე დაელაგებინა. აქ სხვა რამე სულიერი პროცესიც უნდა დავინახოთ. ამაზე მოგვიანებით შემდეგში გვექნება უფრო დეტალურად თუ დაშვება არ იქნებოდა ეს არ მაინც ვერ გახორციელდებოდა, ვისაც არ უნდა დაეგება, ხო? გამაბრუებული ილუზიებიდან დროზე ვართ გამოსასვლელები. თუ გვინდა რომ აღდგომის მადლი და ძალი ეს გვეწყოს და არა მარტო ჩვენ სრულად კაცობრიობას და ეს ისტორიული ოდითგანვე განსაზღვრული სულიერი მისია ქართველმა ერმა რომ შევასრულოთ. ამაშივე აზრი ჩადებული ფიშობლის წილხოდობის თაობაზე. გასაგებია რომ ივერია ხვდა მარია ღვთისმშობელს საქადაგებლად და დედა ღვთისმშობლის წილხდომილი, ესე იგი ჩვენი მიწა-წყალი და ამაში გვევდებთ ას რომ ამ მიწა-წყლის გაყიდვა, გასხვისება ქართველებს თუ წარდგ, ეგ ნიშნავს რომ შენ თუ მორწმუნე ხარ და თუ სულიერებისა რამე გაიგება, რომ შენ მარია ღვთისმშობელს ართმევ. ეს გაგების ერთი სიღრმე, რა თქმა უნდა. არის კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი, რაც წინასწარ ვერ გვეცოდინება და რაც ახალმა ცნობიერებამ და ახალმა სიტყვამ მოგვცა. როგორც ფიზიკურმა პირმა მარიამმა შვა თავის სხეულებრივად უფალი, რომელმაც გზა მოგვცა მამასთან მისასვლელი გზა, თუ არ ჩემით ვერ მივხვდა. ის როლი ხვდა, ის წილი ხვდა. ის წილი ხვდა ფიზიკურ პირს მარიამს, ღვთისმშობელს. ერს ეროვნულ კრიანობასაც იგივე წილი აქვს შესასრულებელი, თავის წიაღში უნდა შვას ახალი. ღვთისმშობელს წილად ხვდა. კი.
რომ განსხეულებული სიტყვა უნდა ეშო, ხო? კი, განსხეულება მისტერიაში მიიღო მონაწილეობა იმ კი. აქ შემთხვევაში მთლიან ერთს აქვს ეს ფუნქცია. მთლიან ერთს და რა უნდა შვას თავისი ახში ერმა უნდა შვას ახალი წესწყობილება მიღებული ახალი უფლის სიტყვის მოთხოვნების მიხედვით, რომელიც გახდება გზა კაპიტალიზმის საპირწონეთ კაცობრიობის დადებითი განვითარების გზის მიმართულებით შემოbrunებისაკენ. ესე იგი საქართველოს თავისი ახში ახალი რელიგია კი არ უნდა წარმოქმნას, ჩვენ გვაქვს ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა. საქართველოს თავისი ახში ახალი ცხოვრების წესი, ახალი ფორმაცია უნდა წარმოშოს, რომელიც ფორმაციაც ზოგად ქრისტიანულ მორალს ეფუძნება. და არა ფულის პრიმას და არა ბატონის ანდაც რომელიმე პირის, მეფის, მეფობის და ასე შემდეგ. ეს მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ. ხო. და ამ დგომა ჩვენ დაიწყება მაშინ, როცა ამას სერიოზულად მოვეკიდებით, აი ნათქვამების გაცნობიერებას დავიწყებთ და დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ხო, პრაქტიკულ ნაბიჯებში რა იგულისხმება? ჩვენს ბევრჯერ გვისაუბრია, რომ არაფერი ვთქვა თავად ბატონი აკაკის 28 წლიანი მოღვაწეობის თაობაზე, საიდანაც დაიწყო, ვინც დაიწყო, ვისაც უკავშირდება პირველი სააზძლო პირი, სააზძლო სულიერი ფუნქციით. და ასევე არის მთელი ჩვენი ერი, ჩვენი მთლიანობაც სააზძლო ფუნქციის მატარებელი. აი ჩვენ რამდენად გავიცნობიერებთ, რომ ჩვენ სააზძლონი ვართ, ესე იგი დასაძლევი გვაქვს და კიდე რაღაც გვაქვს გასაკეთებელი. რა? ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი სვებედი და ბედისწერა და კაცობრიობისაც. ისე აი ასე მოეფინება აღდგომის მადლი და ძალის მთელ მსოფლიოს. ხო. ამიტომ კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენს ქვეყანას აღდგომის წყინვალედ დასასწაულს და აღდგომის მადლმოსილებაში შესვლას უსურვებთ ერთმანეთს. ერმა უნდა გავაცნობიეროთ მთლიანობაში, რომ ახლა ჩვენ ყველა ვართ უკვე საზძლოს ფუნქციის მატარებელი კრებითად. კრებითობით. და რაც მალე დავიწყებთ ამის გაცნობიერებას მით მეტი, იმიტომ რომ გამოსაფხიზლებლად რომ გამოფხიზლდეთ, რომ მსგავსი კრავისა ვერ გვაცდუნოს და ვერ შეიმალოს, ყველა მასალა უხვად გვიდევს. მომავალ განაცემას ამას დავუთმობთ, უკვე სერიოზული, კარგი ჩანაწერები, კარგი ბლოგები დადებულია ამ მიმართულებითაც, რათა შევფხიზლდეთ და გამოფხიზლდეთ და ასე მივყვეთ, ისე არ აღმოჩნდეს, რომ მართლაც მართლმადიდებლობის და ჩვენი ქრისტიანობის ბოლო იყოს, რომ გამარჯვებული გამოვიდეს ანტი. უпроსორად ანტი ვერასოდეს ვერ გამოვა გამარჯვებული. ანტიქრისტე თავიდანვე დამარცხებულია, წუთი სოფლის მთავარი თავიდანვე დამარცხებულია. ჩვენ მასთან ერთად არ დავუყოლიყავით და ჩვენ მასთან ერთად არ დამარცხებულიყავით. ამაშია საქმე. ბოროტი მევენახეები არ გამხდარიყავით ბოლომდე. მადლობას მოგახსენებთ ჩემი მხრიდან. ამდენი ხანი რომ მომიწია საუბარი. როგორ დავყვიდით ჩვენ მსმენელს დღეს მოდი ნუ გადავტვირთავთ, ამით დავასრულოთ, დავიმშვიდობოთ. მომავალ შეხვედრამდე მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე უფრო უკეთესის მოლოდინით ჭეშმარიტი აღდგომის მადლი ცხებოდეს უყოლას. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად.